მოგესალმებით ეთერშია სტასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. რომ დავიწყოთ პირველი რეზოლუციით, სამარცხვინო რეზოლუციები რომ მიიღეს სააკაშვილთან მიმართებით თითქოს ვაწამებთ. რიცხვი ხომ არ იცვლება, სულ რაღაც 10 ადამიანია, ვინც მუდმივად ამ თემით სპეკულირებს. ერთი ძალა არის. აქ მყოფ მეხუთე კოლონა და ეს ხალხი იგივე შემადგენლობაა. ეს მექანიზმიც ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში იმედის კვირა ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მოსკოვის მექანიზმის ანგარიში წინასწარ დაწერილს უფრო ჰგავს ვიდრე პასუხების შემდეგ შედგენილ აქტს. მისივე თქმით, გარკვეული ძალები სხვადასხვა მექანიზმს მიმართავენ ქვეყნის დასაზიანებლად. მან ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ კარგად უნდა განუმარტოს საზოგადოებას თუ რას გულისხმობს ეს აქტი და რატომ არ ექნება ძალა, რომ რაიმე სახით დაგვაზიანოს. სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთობლივი ამოცანაა საექსპორტო პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება და ახალ, მაღალმხარჯველ უნარიან საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყობახიძემ სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბაზრების დივერსიფიკაცია სტაბილურობისა და გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობის მთავარი გარანტია. მთავარ გამოწვევად რჩება მიწების ფრაგმენტაცია, ტექნოლოგიების სიმწირე და დაბალი პროდუქტიულობა. ამ გამოწვევების დაძლევის გზაზე სახელმწიფო ბიზნესის მთავარი პარტნიორია. აგროკრედიტების სუბსიდირების პროგრამამ უკვე გამოიღო ხელშესაღები შედეგი. 2018 წლის შემდეგ სექტორის მთლიანი გამოშვება თითქმის გაორმაგდა. თუმცა წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დისკუსია ამ და სხვა საკითხებზე კონკრეტულ ნაბიჯებად გადაიქცება და როგორც მთავრობას, ისე ბიზნესს კიდევ უფრო ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ჩვენ ველით ამჯერად ნაბიჯებს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციისგან. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობების გადატვირთვაზე. შალვა პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში საპარლამენტო დელეგაციის ბოლო ვიზიტით ურთიერთობის ახალი ნიშნულიდან დაწყება შესაძლებელი იქნება. მეორე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით არაფორმალურ მმართველობაზე, ესეც დაადასტურა ტრამპის ადმინისტრაციამ და ფაქტობრივად ტრამპი თავის პოლიტიკურ მტრებად აცხადებს იმ ძალებს, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ უმტრობენ საქართველოს. ამის ფონზე რა თქმა უნდა, რომ ვერ ვხედავთ აქტიურ ნაბიჯებს, ეს გარკვეულწილად სამწუხაროა, თუმცა ის მოლოდინი გვაქვს, რომ შესაძლებელი იქნება უფრო მჭიდრო კონტაქტები და ურთიერთობების გადატვირთვა. მაგრამ ჩვენ ველით ამჯერად ნაბიჯებს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციისგან, განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ საქართველომ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები თავისი დემოკრატიის, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების დაცვის უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უანა სილვია ტოიუმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა. ჩვენ შავი ზღვის რეგიონის მეზობლები ვართ და ამ მხრივ ჩვენ ასევე ვართ ერთ-ერთი პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც ხელი მოაწერა სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან. გვსურთ, რომ საქართველო კვლავ ევროპულ გზაზე ვიხილოთ და მისი მოქალაქეების ნება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში იყოს გათვალისწინებული. განსაკუთრებით ახლა, როდესაც შავი ზღვა ასეთი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ევროპის უსაფრთხოების კუთხით, არამედ ენერგოტრანსპორტირების ინფრასტრუქტურის, წყალქვეშა საკაბელო ინფრასტრუქტურის და განსაკუთრებით იმის თვალსაზრისით, თუ როგორ შეგვიძლია შავი ზღვის როლის შესრულება სხვა კონტინენტებთან დაკავშირებით თვალსაზრისითაც, აღნიშნა რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. გრძელდება საქართველოზე, ქართულ საზოგადოებაზე, ქართული საზოგადოების ნებაზე თავდასხმა, რომ საკუთარი ქვეყანა მისი სურვილით მოაწყოს. ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ საქართველოს საკითხის განხილვა. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ვიდრე ბრიუსელი ნებისმიერ ფორმატში მკვეთრად არ დაგმობს 4 ოქტომბრის ძალადობას, მანამდე მათი არც ერთი სიტყვა ქართული საზოგადოებისთვის ღირებული არ არის. ცნობისთვის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს წინასწარი დღის წესრიგის თანახმად ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრების თემებთან ერთად საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ. საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები, ინფორმაცია გერმანიიდან და საფრანგეთიდან წერია დღის წესრიგში. ასევე საბჭოს შეხვედრის ფარგლებში მთავარ თემებს შორის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებაა. ქვეყანა როგორც დემოკრატიული სახელმწიფო ჩამოიშალა და ამას არაადეკვატურად უყურებს ხელისუფლება. ეუთოს მოსკოვის მექანიზმზე პასუხები კიდევ უფრო შემაშინებელია. გააზრებული არ აქვთ რა უბედურებაში შეიყვანეს საკუთარი თავი და ქვეყანა. ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დიმიტრი ცქიტიშვილმა პალიტრანიუსის გადაცემაში პოლიტქალაქი ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიშის შეფასებისას განაცხადა. როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, ქართულ ოცნებას შესაძლებლობა აქვს მეტნაკლებად დაიწყოს დიალოგის პროცესი და გარკვეული ნაბიჯები გამოასწოროს. გააუქმოს დრაკონული და რეპრესიული კანონები, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები. მისივე თქმით, ეს ყველაფერი მოსაზრება აღარ არის და სახელები აქვს დარქმეული.
კრიზისის გადაჭრა შესაძლებელია დიალოგით ორი საკითხის გარშემო: ახალი სამართლიანი არჩევნები და პოლიტიკური პატიმრობის თავისუფლება. ამის შესახებ ლელო ძლიერი საქართველოს გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტიის განცხადებას იმის თაობაზე, რომ აუცილებელია გადაილახოს ურთიერთდაპირისპირების, ურთიერთგანადგურების დამანგრეველი ლოგიკა და დაიწყოს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის. მისივე თქმით, ამ პოლიტიკურმა კრიზისმა დააზიანა სამოქალაქო საზოგადოება, საქართველოს ეროვნული ინტერესები და მომკიდებელი მედია, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება ქართულ ოცნებას. ჩვენი მხრიდან სრული პოლიტიკური, ეროვნული, პატრიოტული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ კრიზისის გადაჭრა შესაძლებელია დიალოგით ორი საკითხის გარშემო: ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტიკური პატიმრობის თავისუფლება, აღნიშნავს კუპრაძე. ამგვარი მექანიზმის აღძვრა მხოლოდ იმ ქვეყანაში ხდება, სადაც მძიმე დარღვევებია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებით. ამის შესახებ ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა. მისი თქმით, ეს დასკვნა ნებისმიერი ქვეყნისთვის მძიმე იქნებოდა. ეს დასკვნა ნებისმიერი ქვეყნისთვის იქნებოდა მძიმედ აღსაქმელი. ვფიქრობ, რომ საქართველოში საზოგადოების იმ ნაწილისთვის, ვისაც ესმის თუ როგორი უნდა იყოს ქვეყნის მომავალი და ეს ვითარება არის გაუსაძლისი, საქართველოს თმობდეს კუთვნილ ადგილს მსოფლიოში და მიდიოდეს იმ გზაზე, რომელსაც რუსეთის ან არადემოკრატიული ქვეყნების მცირე ჯგუფში მივყავართ. ეს კატასტროფული პერსპექტივაა. თუ ქართული ოცნების ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ამ დრამატულ მომენტში, რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს და ეს არ იქნება თანხმედრაში იმ მოთხოვნებთან, რომელიც არსებობს, შედეგი იქნება ნეგატიური და ეს თითოეულ მოქალაქეზე აისახება, განაცხადა გიგი წერეთელმა. მიხეილ ყავალაშვილმა გადაცემაში იმედის კვირა განაცხადა, რომ თამარ ბაგრატიონი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის მელანია ტრამპის მიწვევით მონაწილეობას მიიღებს გლობალურ სამიტში, ერთად უკეთესი მომავლისთვის, რომელიც ვაშინგტონში გაიმართება. ინფორმაციას ყავალაშვილის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, თამარ ბაგრატიონი მონაწილეობას მიიღებს ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის მელანია ტრამპის ინიციატივით ორგანიზებულ გლობალურ სამიტში, რომლის მიზანია ბავშვების განათლების, განვითარებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა მოწინავე ტექნოლოგიების უსაფრთხო და ინოვაციური გამოყენების გზით. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას ძირითადი დასაყრდენების წინააღმდეგ შეზღუდული და მიზანმიმართული სახმელეთო ოპერაციები დაიწყეს. თავდაცვის ძალების მტკიცებით, ოპერაციის მიზანი თავდაცვის წინა ზონის გაძლიერება და რეგიონში ტერორისტული ინფრასტრუქტურის მოშლაა. თავდაცვის ძალებში განმარტავენ, რომ სამხრეთ ლიბანში ჯარების შესვლამდე ამ ტერიტორიაზე ტერორისტული სამიზნეების წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები განხორციელდა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ჰეზბოლას წინააღმდეგ გადამწყვეტად მოქმედებას გააგრძელებენ. ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ საქართველოს უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები თავისი დემოკრატიის, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების დაცვის უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უანა სილვია ტოიუმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა. ჩვენ შავი ზღვის რეგიონის მეზობლები ვართ და ამ მხრივ ჩვენ ასევე ვართ ერთ-ერთი პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც ხელი მოაწერა სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან. გსურს, რომ საქართველოს კვლავ ევროპულ გზაზე ვიხილოთ და მისი მოქალაქეების ნება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში იყოს გათვალისწინებული. განსაკუთრებით ახლა, როდესაც შავი ზღვა ასეთი მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ევროპის უსაფრთხოების კუთხით, არამედ ენერგოტრანსპორტირების ინფრასტრუქტურის, წყალქვეშა საკაბელო ინფრასტრუქტურის და განსაკუთრებით იმის თვალსაზრისით, თუ როგორ შეგვიძლია შავი ზღვის როლის შესრულება სხვა კონტინენტებთან დაკავშირების თვალსაზრისითაც, აღნიშნა რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. ის, რომ საქართველოში სიტუაცია უარესდება, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია. ამ საკითხს განვიხილავთ. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრისმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, უცხოური აგენტების შესახებ კანონის ბოროტად გამოყენება საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეშფოთებას იწვევს. ეგრეთ წოდებული უცხოური აგენტების შესახებ კანონის ბოროტად გამოყენება საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით ნამდვილად ღრმა შეშფოთებას იწვევს. განვიხილავთ საქართველოს საკითხს, რა თქმა უნდა, სიტუაცია უფრო და უფრო სერიოზული ხდება. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, 6 მარტიდან ამოქმედ და ვიზებთან დაკავშირებული აკრძალვა ქართველი დიპლომატებისთვის და ევროკავშირი განიხილავს. კიდევ რისი გაკეთებაა შესაძლებელი საქართველოსთან დაკავშირებით. 6 მარტიდან ხორციელდება სავიზო აკრძალვა დიპლომატებისთვის, მაგრამ განვიხილავთ კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია, რადგან საქართველოს მთავრობა სწორი მიმართულებით ნამდვილად არ მიდის, აღნიშნა კალასმა. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.